დიდი მადლობა მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან ბევრი ითქვა და არ გავმეორდები, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის თუ კონცეფციის არ ვიცი როგორ უწოდებენ ისინი, შედეგად გადარჩეს ვინმე. გადარჩეს კერძო უნივერსიტეტი და არავის არ უნდა ეგონოს, რომ კერძო უნივერსიტეტები რაღაცნაირად ფონს არიან გასულები და მათ არაფერი არ ემუქრებათ. ამიტომ მე შევეცდები ახლა მე არ წარმოვადგენ ჩემ თავს აქ რა თქმა უნდა აფილირებული ვარ კავკასიასთან, მაგრამ მე არ ვარ მათი ოფიციალური წარმომადგენელი ამ შეხვედრაზე, ამიტომ მე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებ და შევეცდები სხვადასხვა პერსპექტივიდან დაგანახოთ რაღაცეები. პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ შეუძლებელია სწავლების ხანგრძლივობაზე და შინაარზე საუბარი თვითონ უმაღლესი ჩართულობის გარეშე. ეხება ეს ნებისმიერ უნივერსიტეტს, იქნება ეს სახელმწიფო თუ იქნება კერძო. და აი ახლა ამ შეხვედრაზე რომ ვარ, მე რაღაცნაირი დეჟავიუ მაქვს, იცით, იმიტომ რომ 2023 წელს ანალოგიური შეხვედრა ჩავატარე კონსერვატორიაში, როდესაც პირველად დაგვარტყეს და როდესაც ერთ-ერთ კაბინეტში მითხრეს, რომ შენი აკადემიური თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც გამოდის ჩვენი ბრძანებები. და მაშინ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ვიომეთ, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაწყვეთ, იმიტომ რომ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებები გაუქმდა. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დაზარალებული ამ რეფორმიდან არ იქნება მარტო სტუდენტი, არ იქნება მარტო, პირდაპირი ადრესატები, არ იქნება მარტო აბიტურიენტები, არ იქნებიან მარტო ლექტორები, იქნება მთელი საზოგადოება, ამიტომ ეს რეფორმა, კონცეფცია თუ რაც ქვია, არ ვიცი, ყველას ჩვენი საზრუნავია და ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმისათვის, რომ დავამტკიცოთ და ვისაუბროთ მის მანკიერებებზე. სტუდენტის ინტერესი გათვალისწინებული არ არის, იმიტომ რომ მაგალითად რეზო ასევე კონსერვატორიის ყოფილი რექტორი, რომელიც ილიაუნიში ასწავლის, მას აქ მუსიკის პროგრამა არის აქ, რომელიც მაინორი არის და ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მოსულს ბიზნესზე თუ ანგლისტიკაზე თუ რაზე აირჩიოს ეს პროგრამა მაინორად და ეს შესაძლებლობა პრაქტიკულად მოისპობა, თუ კი იქნება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, იმაზე აღარაფერს არ ვსაუბრობ, ფაკულტეტში ვინ რას გულისხმობს, სპეციალობას გულისხმობს, სფეროს გულისხმობს, რას გულისხმობს, გაუგებარი ამბავია, ხო? მეორე მხრივ აბიტურიენტებსაც ესპობათ ძალიან ბევრი შესაძლებლობა, ძალიან ბევრი, იმიტომ რომ მათი ინტერესი არ იქნება გათვალისწინებული, მათ არ იციან და არ ეცოდინებათ, უბრალოდ ვერ სწავლენ იმ უნივერსიტეტში, რომელთანაც ღირებულებრივადაც თანაზიარნი არიან და მათ შორის იმ კონკრეტულ პროგრამაზე უნდა ჩაბარება, იმიტომ რომ უბრალოდ არჩევანი არ ექნებათ. და ეხლა მოდით ისიც აღვნიშნოთ, რომ იქნებ ვინმეს გონია, რომ აი 3+1 ფანტასტიურია, იმიტომ რომ დაუშვათ მომავალი აბიტურიენტების ოჯახებს, ეს რაღაცნაირად შეუმსუბუქებს, რაღაცნაირად ტვირთს, იმიტომ რომ ფაქტიურად გამოდის, რომ ბაკალავრიატში 25% აკლდება და მაგისტრატურაში 50% აკლდება სწავლის ხანგრძლივობას. არა მეგობრებო, იმიტომ რომ როდესაც განგვისაზღვრავს კომისია, რომელშიც არ ისმის აკადემიური კომპეტენტური აზრი, რამდენი ჩელო უნდა მყავდეს, რამდენი ფლეიტა, რამდენი ანგლისტიკაზე სტუდენტი, რამდენი იურისტი, რამდენი ბიზნეს ადმინისტრირებაზე, იმ ადგილების რაოდენობაში ის კოჰორტა სტუდენტები, აბიტურიენტების, რომლებსაც უნდათ ჩაბარება, ბევრად ნაკლები აღმოჩნდებიან და მინდა გითხრათ, რომ არც ის საფასური არ იქნება სავარაუდოდ იგივე რაც დღეს არის. ამიტომ ის ერთი წელი საფასურიანად კი არ მოაკლდება იმ აბიტურიენტის ოჯახს, არამედ შეიძლება პირიქით გაუძვირდეს კიდევაც. ამაზე პასუხები არავის არ აქვს დათვლილი. მე მაქვს კითხვა ასევე, რატომ არ არის მაგალითად განათლების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილი 2026 წლის ბიუჯეტში ამ ქვეყანაში. როგორ ხდება ის, როგორ დათვალეს, რომელი ბაზრის მიხედვით დათვალეს. მაგალითად ავიღოთ იგივე ვოკალისტი, ეხლა თუ 15 ვამზადებთ ბაკალავრიატში, მე რას იტყვიან, რომ ქუთაის და თბილისს აღარ ჭირდება ამდენი და უფრო ნაკლები უნდა იყოს. დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ნახევარ მსოფლიოს ამარაგებს ჩვენი საშემსრულებლო მიმართულებებით და საერთაშორისო ბაზარსაც გამოიკვლევენ, სად რამდენი ჯერ ერთი და დაკვეთას რო აკეთებენ განაწილების ინსტიტუტი შემოაქვთ, მე მახსოვს ბებია ჩემის თაობას განაწილების ინსტიტუტი ჰქონდათ. სადასაქმებენ ამათ, ანუ ჩემი აზრით, იმდენ რამეს გააფუჭებს ეს, იმდენ ცუდ რამეს გააკეთებს, რომ მე არ ვიცი, ადრე თუ გვიან შეიძლება დავდგეთ ფეხზე, მაგრამ ძალიან დიდ დროს დავკარგავთ აი ამ ძალად გაფუჭებული რაღაცეების გამოსწორებაში და
ზოგადად იცით, ჩემი სურვილი არის 53 წლის ვარ და ბოლო 30 წლის განმავლობაში სულ რაღაცა ამ ერთ წრეზე ვტრიალებ და სულ ვცდილობდით ჩემი თაობა, ისინი ვინც გადარჩნენ ფიზიკურად 90-იანების საშინელებას, ვინც დარჩნენ ამ ქვეყანაში იმის იმედად, რომ რაღაცის გაკეთება შეგვეძლო, რაღაცნაირად მინდა მოვესწრო იმ დროს, როდესაც პოლიტიკა ჩაგვეხსნება განათლებიდან და კულტურიდან. ამ შემთხვევაში ნამდვილად რაღაცა შედეგებამდე მივალთ, მიუხედავად იმისა, რომ ეხლაც კენჭს კენჭზე ვადებდით, ვიღაცა ლოძდებდა, ვიღაცა ქვაზდებდა, მაგრამ რაღაცა შედეგამდე მოვედით და ალბათ ესეთ შედეგამდე რომ მოვედით და ეს აღმოჩნდა ყველაზე უფრო საშიში მათთვის, იმიტომ რომ სპობენ დამოუკიდებელ აზრს, უნდათ აბსოლუტური კონტროლი, კულტურა გაწმინდეს კრიტიკული აზრისაგან, ეხლა დადგა უმაღლესების ჯერი და ფაქტიურად ეს მე ვერ ვიტყვი, რომ ბოლო აკორდი იქნება, კიდევ დარჩათ რაღაცეები, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება იმისა, რასაც მოთვინიერება ქვია. და იქ სადაც მოთვინიერებაა, არც მეცნიერება არ არის და ახალი ცოდნის შექმნა არ არის. არც განათლების ხარისხზე არ არის საუბარი, იმას რო თავი დავანებოთ, რომ მეცნიერებას და ინტერნაციონალიზაციას გამორჩათ და იმასაც რო თავი დავანებოთ, რომ ინტერნაციონალიზაცია მარტო უცხოელი სტუდენტი არ არის, ინტერნაციონალიზაციის გარეშე სწავლების ხარისხზე როგორ საუბრობენ საერთოდ თუ საუბრობენ. მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემაა ამაში და ვამთავრებ ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ ძალიან მაშინებს აი ესეთი მარშით სასწრაფოდ ძალიან მაღალი ტემპით ვივაჩესიმოზე მუსიკალური ტერმინი რო გამოვიყენო რაღაცა გადაწყვეტილების ადმინისტრირება. როდესაც გამოუშვებენ რაღაც ბრძანებას და ეს ბრძანება სისრულეში უნდა იყოს მოყვანილი და აუცილებლად მოდის ხოლმე ეს ბრძანება სისრულეში. ამით ძალიან ბევრი რამე ფუჭდება. მე არ ვიცი როგორ შეგვიძლია ჩვენ ამას გარდა იმისა, რაც იქომ თქვა და რაც აქ ჩემო კოლეგებმა თქვეს, რომ წინ აღვდგეთ, იმიტომ რომ კონსტიტუციას არ ღვევდა ხელყოფ ვეუბნებით და პრინციპში არ აინტერესებთ. კონსტიტუციაში გარანტირებული მუხლი ორივე აკადემიური თავისუფლებას და ინსტიტუციის ავტონომიურობაც ხელყოფილია ამითი, რომ აზრს არ გვეკითხებიან არაფერში. ანუ არ ვიცი ამას როგორ უნდა დაუდგეთ წინ, მაგრამ ის რომ ეს სივრცე, რომელშიც გაცემის, მიღების და გაზიარების კულტურა არსებობს, გამოცდილება არსებობს, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ამის მერე აღარ ვიცი რა რჩება და საერთოდ არ ვიცი ქვეყანა რჩება თუ არა. მადლობა. მადლობა, ნანა.